მერტმა გაგახარო სიყვარულში იმედში სარწმუნოებაში რომ დღევანდელი სახარება გვასწავლებს მოძულებული იქნებით სახელის ჩემისათვის რომ მოძულებული ქრისტიანი ყოველთვის დევნილია ყოველთვის მოძულებულია ამა სოფლიდან ანუ უცხო არის ამა სოფლის უცხო სხეულია და ამიტომ ძულის ამა სოფლის აღავლაპარაკოთ ახლა უცხო და უცხო და საერთოდ რო არ არის ადამიანი ქრისტიან ცნობიერებაში იმ ადამიანებს აღავლაპარაკოთ ზოგჯერ სამწუხაროდ თითქოს და ეკლესიური ადამიანებიც არ გამოირჩევიან დიდი სიყვარულით ხოლმე და სამწუხაროდ ხოლმე არ გამოირჩევიან დიდი განცდით ერთმანეთის მიმართ მოზღვის მიმართ არ გამოირჩევიან გავხდით რა თქმა უნდა მოძულებული უკეთეს შემთხვევაში თუ მოძულებული არ იქნება კიდევ კარგია ეს უკვე სულ შემთხვევა თუკი მაინც არანაირი შეგრძნება არ აქვს ეს უკვე კარგია მაინც სულ არაფერს ჯობია მაგრამ მოძულებული ხარ უკვე ჩაბარე რომ სხვა მდგომარეობაში ხარ იგივე წერია ხო მე უკვე მძიმე დასისტემია ამიტომ ქრისტიანს გადაიტანა ჩვენ იმაზე მეტი არ ვართ და ვერ ვართ რომ ჩვენ იმაზე ნაკლები გადავიტანოთ თქო შეგვიძლია ნაკლები იმაზე ვერ ვართ მაგრამ მე შემთხვევაში საერთოდ არ შეგვეხოს ესე ვერ იქნება ამიტომ ჩვენს მსგავსად ჩვენზე წირეკლება რაც მეუფეა უფროსია ბატონია შემოქმედია ის იმის ქნილება და იმის მონათა იმის მსახური იმის შესაბამის უკვე მცირე ფორმატში იგივე სიგებს აბა ნახოთ ივარგებ თუ არა გამოსასწორო პერიოდი ეს მიწა ტრამპლინია ნახოთ აბა ანგელოზი გეწევა სიმღერებით ბარავს ზიარებით გეწევა უყალი შემოდის შეში ბოროტი და არ გაძაბებს დიდი ფაქტორი მაგრამ გასწრებს გადაგხრის უფლისნება მოგიწოდებს გიხმობს მაგრამ არც ჯოლეში არ ძალადობს სამინებო მოხდებს სხვა როდის თავის პარალელობა შენი თისნება როგორც ყველაფერს განაგებს ბოროტისნება როგორც ყოველთვის დემონოგია და წარწმენს ადამიანს და საით მიიდგება შეიძლება ეს თავი საით მიიდგება და პავლე მოციქულის სიტყვები მახსოვდება მოხდება რომ დევნილი ვიყავით სულ დევნილი ვიყავით და ამიტომ არ გაგიკვირდეს თავის მოწაფეს არ იგებს იმიტომ რომ გამრავდება ძალიან აი ესეთი მოძულე ხალხი გამრავდება ბრძნეულება კულტურის სწავლებები და კულტურიზმის და მაგიის მიმდევრები მათ ქმედებანი აუცილებლად გამოირჩევა კიდევ სხვა ქმედებებით იმიტომ რომ მათ თავისი პროგრამა აქვს სხვათვის ვისაც ემსახურებენ ისგან აქვს პროგრამა რაც შეიძლება მეტი ამას დიდი თემა ახლა და იმუშაონ ამ თემაზე რაც აკეთებენ რომ იმითი თავის საქმე გაიგეთონ ასე ვთქვათ ამიტომ უკეთურნი ერეტიკოსები გამრავდება ყოველდღიური სიყვარულობა უცოდინარობა რომელიც ამის სტატუსში არის აყვანილი არცოდო და მომერი და დავიბენი არ ვიცი კარტონად ითვლება თურმე ამიტომ რო არ იყოს ესე რომ მომერი და დავიბენი არ ვიცი მომერი და დავიბენი ისე როგორ კომბინაციას გვინდა ესე რო არ არის ამიტომ ეს სამი ნიღაბი უნდა მოიშოროს ადამიანს მომერი და დავიბენი არ ვიცი დობლებინი მომერი და რა ვიცი დავიბენი ესე რომ არ იყოს ამ უნდა იცოდეს უნდა მეტი საკმაოდ მდგომარეობა ჰქონდეს და უნდა არ უნდა მოერგოს იმიტომ სადაც სიყვარულია მომერი და ნიღაბი არა ამიტომ თუ ვიდა რომ ვისწავლოთ მოვიდოდოთ უნდა სწავლა არის რთული და ძალიან შრომატევადი და მტკივნეული ქრისტიანობის სწავლა თან ეს პრაქტიკის გარეშე არის სწავლა და პრაქტიკულად თუ კიდე სხონდე და პრაქტიკულად გადაიტანა ეს ყველა რეალურად ამიტომ ვინც ცხოვრობს ქრისტესში როს პავლე მოციქული ამბობს შემსავი დევნილი იქნებაო პავლე მოციქულმა კი იცით რა გადაიტანა თავიდან და ქრისტესთვის ხო ამიტომ ჩვენ წარ უნდა გავიმეორდეს ნუგეში ძალიან ბევრია არა ვარ მითორობლები ნუგეში ძალიან ბევრია ქრისტესთან მოდის ნუგეში წყალობა ჩვენთვის მოდის აი ზიარების სინახავსის საშუალება შემდგომის ლოცვები ძალიან დიდი ნუგეშია დილით თუ გამოსულ გვიყურებს ნაკლის პაროლოს სულ მამობრივი ზრუნვალობა ზრუნველობა მამობრივი განგებულება სიყვარულისა მოქმედებს და ჩვენს მადლობა ვთქვათ ამაზე ვინ გაძლევს თავისთვის ადამიანი ერთ დღესაც ვერ გაიგზავნოს თავისთვის ერთ დღესაც სულ უფლის მადლით გრძელდება ეს დღე და ჟამი როცა ჩვენ ამ დაჩქარებულ როგორც თქვენ არ ვიცი როდის მაგრამ აპოკალიფტურ დროში ვცხოვრობთ ხო
ალბათ ესე ვიტყოდით, რომ ყველა ასე ვთქვათ, დიდი თემა ესეც და პარამეტრები ამისი არსებობს ასე ვთქვათ. ამიტომ უკეთ უნიკალიზმი და გზნაური წარმატებულია მცირე ინტერვალზე, ოროტებო მცირე ინტერვალზე მუშაობს. გონია რომ გავიდა ფონს და გაზდის, უკეთურობა გაზდის, ვთქვათ, უძდელობა, ცოდინარობა, ასე ვთქვათ, დაბნეულობა, სიბნელე, არასწორი არჩევანი, მამონას მექანიზმები, ძალა, გონია რომ გავიდა ფონს, სადაც ჩვენურად მუშაობს და წარმატებულია წყალებში. ეს პატარა ინტერვალზე მუშაობს. ჩვენ ციგნის მხოლოდ ერთგვარს ხედავთ ხოლმე. რა არის წინ, რა არის შემდეგ, ეს უყალმა იცის. ძალიან მცირე ინტერვალზე მუშაობს ეს. ის წარმატება ძალიან მცირე. შემდეგ უკან უნდა რაღაცა გაათმაგებული სახით. ეგოიზმი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ჭამს ადამიანს, ეს ეგოიზმი, მატერიალიზმი, სამწუხაროდ ეს მატერიალიზმის შემოვიდა, ესე ადამიანი უკვე სულიერ ფასეულობებს ვეღარ ხედავს. ჩრდილში შევიდა სულიერ ფასეულობებს და ეგოიზმი და მატერიალიზმი წალიდა ყველაფერი. როცა ამ ცუდინარობის ფონზე ეგოიზმი და მატერიალიზმი ცხოვრების საზრის გლეს ართმობს ადამიანს და გამოცარიელებულ, გამოვამპირიზირებულ ვაკუუმურ გონებაში ყავს ვახსოვს საერთოდ სიბნელეში ყავს აღარ იცის სად არის რა შვება საერთოდ რატო არის მოსული ამ ქვეყანაში ავიწყდება ის დროებით ინტერვალი რომ ამისი ცხოვრება ავიწყდება რომ სამყაროში არის მოსული ისაგან არაყოფიერიდან ყოფიერში მოყვანება ამიტომ როგორც პავლემოცხული ამბობს და ბევრი ვისწავლოთ და ბევრი ვიოცოთ რომ სიბზნისას და ზუსტ ციტირებას არ ვაკეთებ რომ ის სიბზნეს სარწმუნოებით დავეუფლოთ სარწმუნოებით დასწავლეს უშუალოდ ის საერთოდ შეიძლება წმენით ადამიანის სწავლობს ის იჟღინთება ამ სწავლებით ეხლა როგორც რაღაცა შემდგომს ვიტყვი რა არის ლიტერატურულ ნაწარმოებს მინდა მომათა ნაწარმოებს ესე ვერ წაიგეთხა ხო ერთ სახარებას მოიქნება ეს ხო იმას ვიტყვი რომ როგორც წმინდა წერილი რომელიც უცვლელია წმინდა უცვლელია უბრალოდ ინტერპრეტაციები საფრთხის ჯულის სივრცეში სხვადასხვანაირია და არაერთი სხვა ამიტომ აი ეს საფრთხის ჯულის სივრცეში წმინდა წერილის ინტერპრეტაციები მისი შესაძლებლობა სიბზნესა და სიცოცხლის აზრს ან უხანგრძლივ ცხოვრების ძალასაც იმუნიტეტს აწევს სულიერ და ფუნქციურ ჯანმრთელობას აწევს ესეც ვიტყოდი და დიდი ძალაა სიტყვას მოდი ისე კეულს დაეკითხოს ადამიანს როგორცაც მოთხრობა არამედ როგორც შეისისხოს შეჭამოს თითოეული სიტყვა გარ როგორც გასინოს გემოგაუსინოს თითოეულ წმინდა სიტყვას როცა იქნება ეს წმინდა წერილს შეისისხოს გამოხეჭოს თითოეული რომ ის უკან დიდი ძალა აქვს ის სიტყვის სიტყვაში წმინდა წერილს ის სიტყვის უკან თვითონ უყალიბებს იმიტომ აქვს საფარობის ძალა საფარობის სიტყვას უკან თვითონ უყალიბებს უკვე სიტყვას იმას გამოღეჭავს სიტყვას შეისისხოს ეს უხეშად ვთქვათ იმას გემოს გაოსინჯავს სიტყვის იმისას სიტყვას ღვთისას ხო ეს უკან რასაც ის მადლი შევა და დგას უკან მოდის და ყველას არ უშავს ფოტოშოპის საფარები თავისთან ესეც არის შეიძლება ეს ცოტა შედარება მისტიკური მაგრამ ყველას არ ყველა ვერ მიდის ესე თავისი ისა დისტანცია ყველას თავის სარწმუნოებისა თავისი ჭურჭლის საზომისა ემუშვებს მიდის ადამიანი უძახის ადამიანს ვახსოვ დაისაც სახარება ამბია დღეში რომ ყველა არ წაიკითხეთ შეიძლება ყველა გამოცემება დამგიხარ სახარებას ჯერ ხელშეულ ამას სახარებას აი თითქოს ხმა შინაგანი არ გესმით რომ წამიკითხოს გიძახის თითქოს რაღაცა გიჩურჩულებს ხო ესეთ შედარებაც სიმბოლური ხო აი თითქოს გიჩურჩულებს რაღაცა გიძახის წამიკითხე აი ამ ლოცვანი გამოცემა ლოცვანი კარგი ესეთი რა ზუსტი კაი გამოცემაზეც არის ძველებული ლოცვანი ხუთული კარგი აი თითქოს სახარებას ახლა ეს ციგნის სახარების გამარჯვება ხო აი ეს ბოდე თითქოს არ შეიძლება ეს ჩაუვალო გულგილად გვერდი თითქოს გიძახის წამიკითხე ჩაიხედე ჩამხედე ეს რაღაცას გეუბნება აუცილებლად რაღაც პასუხს მიიღო ყოველ პასუხს მიიღო სახარება საოცარი ლოცვანიდანაც უცებ აერობს საერთოდ ამ სალმონებზე აღვლაპარაკო სალმონში გადაშა ნებისმიერ ადგილას გადაშავა აი რაღაცა ესეთი გიძახის რომ შემოდი დიალოგში თითქოს შემოდი გიძახის შეპასუხო უფალი პასუხს დაასრულოს და ესეთი მოძრაობა ამიტომ ეს ადამიანს უცებ პავლემოცხლის თქო განაბრძოლს ადამიანს და მის გონებას და გულს გასცემს და ხსნის გონებასა და გულს ადამიანის და თქო უნდა ეს ყველაფერი ზიარებით რომ ტავდება შემდეგ აღსარებით და შემდეგ თავის შედეგს უბრალოდ გამოიგებს
და ხარ ეს განწყობილი და განცდიერება. რა ძალიან გჭირდება დღეს და გისურვებთ რომ აიღოში გავძლევ. ვისწავლოთ ეს და ასწავლე და სწავლობ და ასწავლე. ვისწავლოთ ერთად. ამაში სასაკუთრებო ცენზი არ აქვს. ყოველთვის შემინდე, ყოველთვის ასასაში. შენდობა სიტყვად თქვა, შემინდე. იმაში არაფერი არ არის. პირიქით კარგი ტონია შემინდე. არ ვიცი, ეს ვერაც არ ვიცი. მინდა ვისწავლო, კითხვა დასვი. კითხვაზე პასუხს მივიღე. კითხვა რო არ არის, საათული თუ ვინც ითხოვს მიეცემა მოგვისწავლო, ხო? იქნება ეს თუ ზოგიერთი საერთოდ გაიგებ ეს რაღაცა შინაგან ხმას, შინაგან ძახილს, ხო? ისეთ პასუხს მიიღებს საოცარ რეალობას თუ ტექსტია, ყველაფერი ტექსტია, ისეთ პასუხს მიიღებს, რომელიც გაუძლებს. ამას ქვია ფარულმა ანგელოზმა ამბავი მომიტანაო. ეს გეუბნება ყველაფერს. შენი გონება და შენი გულება გახსნა უნდა გახსნა. ნათელი მე შენს მე, ნათელი მე შენი ხედვა, ნათელი მე შენი მეტყველება, ქმედება, აზროვნე, ნათელ აზროვნებას უნდა იყოს. და ყველაფერს თავი დიდი დატვირთვა. ეხლა ეს ძალიან საქმედაც არ არის, მისაღწევად ხო არ მიიღწევა ეს ხდება. მაგრამ ეს მდგომარეობა თუ თავზე ხელი არ აიღე, არ გამოვა. თუ არ ყავ თავი შენი, თუ არ ვარ შენი თავი, ჩაივღაოჩე შენს ეგოიზმს, ძალიან ძვირად დააფასე შენი თავი და არაპროპორციული წარმოგენა შენი თავზე გექნა. და შენი ეგოიზმი შეგიშლის ხელს, ამიტომ თუ არ ყავ თავი შენი, სანამ შენ თავზე ხელს არ ჩაიქნა, მანამდე არაფერი არ მეთან ვერ ვიყავ, მაგრამ ჩაიქნა კაი გაგები დეპრესიაში იყავი და ნერვები გაიმართება, სასწაულთლები შევავდი, ამის სხვა ასპექტია, ეგ სულის მინდის სინამდვილე ცუდობა, სასწაულთლები. ჩაიქნა გაგები დისკარდიცო, ეგოიზმს. აი შენ ამბიციები, შენს მე და შენს გარშემო საყოველთაოდ რეალებს ამის სრულ ილუზიურ აღქმაზე. სანამ ყველაფერი ილუზიებზე და მირაჟებზე ხელს არ ჩაიქნა, მანამდე რეალობის საჭრეთი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტი არ გაიხსნება. აი რომ ჩაიქნებ შენ თავზე ხელს და მე კი არა, იყავ ნება შენი, არა ნება ჩემი ვიყო, როგორც მომურჩენოში. აი მაშინ იქნება ისე ყველაფერი როგორც უნდა იყოს. თანუშემოყალე ჩვენ გასასწრებს არ არის მიხსენ ჩვენ ბოლოს ჩვენ ყველანი ფილოსოფი უფრო განსხვავ ძიმე დროში ძიმე რეალობაში. მაგრამ ძიმე და ეს ჩვენი ბრალია და ადამიანების ბრალია. მერტა ყველაფერი კარგად შექმნა. ძიმე ეს არის ჩვენი წოდების გამო. მერტა ყველაფერი შექმნა ჩვენი. და ამ ძიმა ადამიანმა და გაამორდა. ვის გამოსწორებას ყოველთვის შეგვიძლია. რასაც ყველას ისურვებს.